დროებით ურთიერთობაში ადამიანი რეალურ სიხარულს ვერ იპოვის. ვინაიდან როდესაც ქრისტეში ვერთიანდებით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გვენიჭება ის, რაც ნამდვილად გსურს. როდესაც ადამიანი ღვთისაგან კურთხევასა და მფარველობას ითხოვს იმისათვის, რასაც აკეთებს, ცხადია, რომ ღმერთი აკურთხებს მას. ღმერთი როგორც მამა, ბუდა მეძებს შესაძლებლობას, რათა აკურთხოს ადამიანი. ასევე არსებობს ისეთი საკითხები, რომლებზეც მხოლოდ მაშინ შეგიძლია ისაუბრო, როდესაც გარკვეული გამოცდილება გექნება დაგროვებული და ამის შესაბამისი ასაკიც გექნება. ამიტომაც საჭიროა მეგზური, კეთილი მრჩეველი. თუმცა მიზანი ისაა, რომ ადამიანმა ქრისტეს სიყვარულისათვის იღვაწოს. მეუღლეს ისე უყურებდეს, როგორც ღვთის ხატს და გაიგოს, რომ ეს ადამიანი შენი მეუღლე, რომ ერთმა შენამდე მოიყვანა. მეუფეო დაგლოცეთ. ქრისტემ დაგლოცოთ. ჩვენს წინა გადაცემაში ქორწინების საიდუმლოების შესახებ ზოგადი შესავლის ფარგლებში ვისაუბრეთ ქორწინებაში ადამიანის როგორც პიროვნების შესახებ, ადამიანის როგორც მადლით სიყვარულის შესახებ და ქორწინების როგორც ადამიანთა თანაზიარების შესახებ. ვფიქრობ, რომ ამ გადაცემაში თუ ვერა, მომდევნოში მაინც გადავალ წინდობისა და გვირგვინის დადგმის, ანუ ჯვრისწერის მსახურებებზე. უპირველეს ყოვლისა, სურს დაგისვათ შემდეგი კითხვა: წყვილს უყვარდება ერთმანეთი, თუმცა არანაირი პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. უბრალოდ უყვართ ერთმანეთი და ამ სიყვარულით ცხოვრობენ. რაც შეიძლება მეტი სიამოვნების მისაღებად. ძალიან ბევრი იქცევა ასე. რას ეთყოდით ასეთ წყვილებს? ვეტყოდი, რომ ყოველი საქმე, რომელიც ხანმოკლე და ეფიმერულია, სასიკვდილოთაა განწირული. ადამიანთა ისეთი ურთიერთობა და ისეთი თანაზიარება, რომელიც თავიდანვე ხანმოკლე და დროებით ურთიერთობაზეა დაფუძნებული, სიკვდილით დასრულდება. დროებით ურთიერთობაში ადამიანი რეალურ სიხარულს ვერ იპოვის, ვერც დროებით და ხანმოკლე საქმეებში პოვებს შვებას. ასეთ ურთიერთობაში ვერ იპოვიან იმას, რაც სურთ. ვინაიდან როდესაც ქრისტეში ვერთიანდებით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გვენიჭება ის, რაც ნამდვილად გსურს. ანუ როცა ამ ერთობას მარადიული განზომილება ექნება, რაც ადამიანის სულს განსვენებას ანიჭებს. თუმცა ეს ახალგაზრდები არ მიიჩნევენ, რომ მათი ურთიერთობა ხანმოკლე და ეფიმერულია. იმ გაგებით, რომლითაც თავად ესმით და არა სულიერი გაგებით. თქვენ როგორ ახსნიდით? რა არის ეფიმერული? ეს არის მდგომარეობა, როდესაც რაიმე საქმეს დიდი მოლოდინებით იწყებ და შემდეგ იმედგაცრუებითა და იმის შეგრძნებით სრულდება, რომ საბოლოოდ ის არ გამოვიდა, რაც გვინდოდა. შემდეგ ისევ ახლიდან ვიწყებ ახალ ურთიერთობას და ისიც ამგვარად სრულდება. მე გადავდივარ შემდეგზე და ასე. შემდეგ უკვე გესმით, რომ სიყვარულის კეთილშობილური და მშვენიერი გრძნობა აღარ იარსებებს და ხანმოკლე ურთიერთობებში ჩაიკარგება. თქვენ, როგორც სულიერ მოძღვარს, თქვენს გამოცდილებაში გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ ეფიმერული ურთიერთობებით დაუწყიათ, მაგრამ შემდეგ შეუნარჩუნებიათ ეს ურთიერთობა. შეიძლება ასეც მოხდეს, ნამდვილად. შეიძლება ვიღაცამ უბრალოდ ყველანაირი მოლოდინის გარეშე დაიწყოს ურთიერთობა, თუმცა შემდეგ წყვილმა სწორად და მართებულად აღმოაჩინოს ერთმანეთი ქორწინებისა და ორი სქესის ურთიერთობის ნამდვილი და რეალური მიზანიც და მართლაც ღვთისნებისაებრი ცხოვრონ. მაშასადამე, თუნდაც რამდენიმე წელი ასე იცხოვრონ, შეუძლიათ რომ გონს მოეგონ? ღმერთი არასდროს არც ერთ ადამიანს არ უხურავს კარს. თუმცა კარგი არაა, როცა ადამიანი ავანტიურისტია, საქმეს იწყებს და არ იცის რით დაასრულებს. კარგია, როდესაც წინასწარ იცის და აქვს გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს. გეგმა უნდა ჰქონდეს თუ რა სურს და რას ითხოვს. გვითხარით, რას ნიშნავს წინდობა? ცოტა ხანში წინდობის მსახურებაზეც გადავალთ. უმრავლესობას ეს ქორწინება გონია, ანუ იწინდებიან იმისათვის, რომ ქორწინებისათვის მოემზადონ, მაგრამ ქორწილი შეიძლება წლების მერეც იყოს, სანამ სახლს მოაწყობენ, საქორწინო სამზადისებს მორჩებიან და ასე შემდეგ. რა განსხვავებაა წინდობასა და ქორწინებას შორის? წინდობა ქორწინებისათვის მომზადებაა, თუმცა ეს მომზადება არ გახლავთ განუსაზღვრელი და უსასრულო. ამას გარკვეული საზღვრები აქვს. ვინაიდან როდესაც წინდობა ქორწინებად დროულად არ დაგვირგვინდება, ურთიერთობა ფუჭდება და ის უკვე სულიერ ვექტორს აღარ მიყვება. წინდობა არის ქრისტესა და ეკლესიის მიერ ახალგაზრდების დალოცვა, რათა მათ ერთმანეთი გაიცნონ, საზოგადოებამ ოფიციალურად გაიგოს მათ შესახებ და ერთმანეთს შეხვდნენ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ქორწინება და არ არის გვირგვინის კურთხევა. მეუფეო, სულიერ ვექტორს უფრო დაწვრილებითაც განვიხილავთ. მაგრამ ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც წყვილი იწინდება და შემდეგ პრაქტიკულ საკითხებში ეფლობიან. მაგალითად, მე მყავდა ერთი მეგობარი,
ნაცნობი გოგო, რომელიც 8 თვე ეძებდა საპატარძლო კაბას. როცა რაიმე სწორად არ კეთდება, შემდეგ ყველაფერი სანერვიულო ხდება ხოლმე. სამწუხაროდ, ისეთ ეპოქაში ვართ, რომელშიც ქორწინებასთან დაკავშირებული ეს საკითხები მხოლოდ მატერიალური კუთხით განიხილება. ცხოვრების ამგვარი წესი კი არსებით საგნებს მნიშვნელობას უკარგავს და აკნინებს. რა თქმა უნდა, როდესაც გოგონა პატარძალი უნდა იყოს, კაბასაც თავის მოსაწელს მოძებნის, მაგრამ ეს მისთვის სანერვიულო არ უნდა გახდეს და 8 თვე არ უნდა გადაჰყვეს მის ძებნას. ისე არ უნდა გაიწელოს ეს პროცესი, რომელთ ჩვეულებრივი მეუღლეებივით დაიწყონ ცხოვრება. მაშინ რაღა აზრი ექნება ქორწინებასა და გვირგვინის დადგმას და ყველაფერ დანარჩენს. რას სწავლობთ წინდობის მსახურებაზე და რას სწავლობთ ჯვრისწერის მსახურებაზე? წინდობის მსახურებაზე ვსწავლობთ ერთმანეთის პატივისცემას. ვსწავლობთ მეორე ადამიანისა და საკუთარი თავის აღმოჩენას. ეს არის გამოკვლევა პირველ რიგში საკუთარი თავისა და შემდეგ მეორე ადამიანისა. პატივისცემით, ძალიან დაკვირვებული და ფრთხილი ურთიერთობით შეგვიძლია ვნახოთ, ვიცხოვრებთ ამ ადამიანთან თუ ვერა. გავაგრძელოთ საუბარი. როგორც აღნიშნეთ, წყვილს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა უნდა გააჩნდეს. რას ნიშნავს ურთიერთგამოცდის ამ პერიოდში ერთმანეთისადმი პატივისცემა? გამოხატავს თავისი გრძნობები, აზრები, თქვას ის, რაც აწუხებს. თქვას თუ რისი გაკეთება უნდა. შეიძლება ითქვას, რომ წინდობის პერიოდში მთლიანად უნდა გამოიცადოს ადამიანი. თუმცა მეუფეო, ექნება კი წყვილს იმის გამოცდილება და გარჩევის უნარი, რომ როგორც თქვით, ასე გამოიკვლიონ ერთმანეთი თუ შეცდომებს დაუშვებენ. ამას უფრო დაწვრილებითაც განვიხილავთ, მაგრამ ვინაიდან ამ თემას შეეხეთ, შეიძლება შეცდომებიც მოხდეს, მაგრამ შეცდომებიც საჭიროა. და მოხდეს შეცდომები, მოხდეს კამათი, მცირე უთანხმოებები. წინდობის პერიოდში ისინი გამოცდასავითაა და ბევრ რამეს გამოაჩენენ. უმჯობესია წინდობის პერიოდში მოხდეს შეცდომები და გამოვლიდნენ ადამიანები, ვიდრე მოგვიანებით. ეს არ ნიშნავს, რომ ურთიერთობების გამწვავებას ვემხრობი, მაგრამ ადამიანთა ურთიერთობებში შესაძლო კრიზისების არ უნდა შეგვეშინდეს. ამ კრიზისებს ბევრი ისეთი რამ გამოაქვთ სააშკარაოზე, რისი ცოდნაც იმისათვის გვესაჭიროება, რომ გამოვასწოროთ და მომაგვაროთ ისინი. ასე რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ისევე როგორც ქორწინების პერიოდშიც, მაგრამ თუ ადამიანი შეგნებულია, თუ ღმრთისაგან დახმარებას ითხოვს და თუ მშობლებისგან, მეგობრებისგან და სულიერი მოძღვრისგანაც კარგ რჩევებს იღებს, მაშინ მას შეიძლება სწორად შეაფასოს მდგომარეობა და სასარგებლო დასკვნები გამოიტანოს ამ პერიოდში. უნდა ვაღიარო, რომ მე აქამდე წინდობის პერიოდს გამოძიებად არ აღვქვამდი. ახლაღა აღვიქვი ასე. თქვენ სულიერი მოძღვრები კი გვეუბნებით, მაგრამ ხალხის უმრავლესობამ ამას მაინც არ აღიქვამს ურთიერთგამოძიების პროცესად. როგორ გჯერათ, შეიძლება რომ ურთიერთგამოძიების ამ პროცესმა შიში გამოიწვიოს? ვინაიდან თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანებმა, რომლებიც ქორწილისათვის ემზადებიან, შეიძლება ლოგიკურად თქვან, რა ურთიერთგამოძიება? ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და უნდა ვიქორწინოთ. არსებობს ამის საშიშროება. მაშინ არსებობს იმის საშიშროებაც და საფრთხეც, რომ ამ ყველაფერმა სტრესი და მერყეობა გამოიწვიოს, როცა ადამიანს იმ დროს დაუწყებ კითხვების დასმას და გამოძიებას, როცა ის ამისთვის მზად არ არის. მით უმეტეს, თუ ამას არასწორი ფორმით გააკეთებ. მახსოვს ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დაიწინდა, ღვთისმოსავი და კეთილი ადამიანი იყო, მაგრამ ცოტა რადიკალური მოშურნეობით გამოირჩეოდა. მან თავის დანიშნულთან იმაზე დაიწყო საუბარი, რომ 12 შვილის ყოლა უნდოდა. გოგომ კი როგორც კი ეს გაიგონა, შოკი მიიღო. როდესაც ჩემთან ამის სათქმელად მოვიდნენ, მე ცხადია ვუთხარი, რომ ბიჭმა შეცდომა დაუშვა. ასეთი რაღაცები მაშინვე არ უნდა თქვა. და თუ იტყვი, ბუნებრივია, რომ თანამედროვე ეპოქის გარემოებებში მცხოვრები გოგო ძალიან დიდ სირთულეს დაინახავს ამაში, როდესაც ასეთ საზღვრებს დაუწესებ და ამგვარ გეგმებზე დაუწყებ საუბარს. საუბარი უნდა დაიწყოს შესაფერისად, სიყვარულით. უნდა გესმოდეს, რა უნდა თქვა და რა არ უნდა თქვა. უნდა გესმოდეს, რა უნდა მოითხოვო და რა არ უნდა მოითხოვო. ასევე არსებობს ისეთი საკითხები, რომლებზეც მხოლოდ მაშინ შეგიძლია ისაუბრო, როდესაც გარკვეული გამოცდილება გექნება დაგროვებული და ამის შესაბამისი ასაკიც გექნება. ამიტომაც საჭიროა მეგზური, კეთილი მრჩეველი. თქვენ აგვიხსენით თუ რას გვასწავლის წინდობის მსახურება. ამის შესაბამისად იქნებ ისიც გითხრათ თუ რას გვასწავლის ჯვრისწერის მსახურება. ჯვრისწერის მსახურებაზე პირველ რიგში საკუთარ თავზე ვიმარჯვებთ.
ვყრით იარაღს და ვნებდებით მეუღლის სიყვარულს. შემდეგ კი ერთად გავდივართ ღმრთის კურთხევის კუნძულზე, რომელიც ამავდროულად ჩვენი ოჯახური ცხოვრებისა და მისი ყოველდღიურობის ზარბიელსაც წარმოადგენს. მეუფეო, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ წინდობა წარმოადგენს წრთვნას, ხოლო ქორწინება მარათონს. დიახ, შეგვიძლია რომ ეს სპორტული ტერმინებიც გამოვიყენოთ. ასევე გითხარით ისიც, თუ რატომ იწოდება ქორწინება გვირგვინის დადგმის საიდუმლოებად? რა არის გვირგვინი? ამას მაშინ ნახავთ, როცა იმ ადგილის განხილვაზე მივალთ, როდესაც ითქმის გვირგვინოსან იქმნების მონა ღმრთისა. წინასწარ იმას ვიტყვი, რომ როგორც წმინდა მამები ამბობდნენ, ახალდაქორწინებულებს ათლეტების მსგავსად ადგამდნენ გვირგვინებს, რადგან მათ სიბრძნისა და სიწმინდის კეთილი ღვაწლით იშრომეს და სამღვთო მადლის ჯილდომდე მიაღწიეს. თუმცა ჩემში შთაბეჭდილებას იწვევს ის, რომ ქორწინების საიდუმლოების აღსრულებისას ითქმის გვირგვინოსან იქმნების მონა ღმრთისა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ანუ კაცი გვირგვინოსან იქმნება ქალზე და ქალი გვირგვინოსან იქმნება კაცზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქმარი საკუთარ თავზე ატარებს ცოლს, როგორც გვირგვინს, და ცოლი საკუთარ თავზე ატარებს ქმარს, როგორც გვირგვინს. ანუ ღვთისაგან მათთვის მიცემული უძირფასესი ჯილდო, მადლი და საჩუქარი არის ის, რომ ისინი ერთად ცხოვრობდნენ და რომ ერთი მეორეს ქრისტესაკენ სვლაში დაეხმაროს. ქმრის გვირგვინი ცოლია და ცოლის გვირგვინი ქმარია. მისი პატივი და დიდებაა. მადლობა, რომ ამას გვეუბნებით. მეც ახლა გავიგე ეს. ეს უბრალოდ სიმბოლოები კი არა, არამედ უფრო მეტიცაა. ცხადია, ეს სიმბოლოები კი არა, არამედ რეალობაა. ეკლესიაში არ გვაქვს სიმბოლოები, გვაქვს რეალობა და ამ რეალობას სიმბოლოები ასახავენ. რეალობა განსაზღვრავს სიმბოლოს და არა სიმბოლო რეალობას. ცალკე სიმბოლოს არ შეუძლია, რომ რაიმე იდეა შთაგვინერგოს. ახლა შემდეგ კითხვას დაგისვამთ. თქვენ თქვით, რომ წინდობის მსახურება ქორწინებისაკენ მსვლელობას, მის გამოკვლევასა და გამოცდას წარმოადგენს. როგორც მესმის, ისე ვიკითხავ. რა აზრი აქვს წინდობის მსახურების ჩატარებას იმავე დღეს, როდესაც ქორწინება აღესრულება? ანუ გვირგვინის კურთხევის მსახურებამდე მის 10-15 წუთით ადრე ჩატარებას რა აზრი აქვს? რატომ არ ტარდება იგი უწინარესად მაშინ, როდესაც წყვილი დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებდა? ადრე ასე ხდებოდა, ახლა კი აღარ. ეკლესიამ ვფიქრობ, რომ საჭიროების გამო შეცვალა ეს და წინდობის მსახურება ჯვრისწერის დღეს გადმოიტანა. ადრე ეს მსახურებები ცალ-ცალკე ტარდებოდა, მათ შორის კვიპროსზეც. თუმცა შემდეგ, ვინაიდან იგი ხალხის ცნობიერებაში ქორწინებას გაუთანაბრდა, ეკლესიამ იგი გვირგვინის კურთხევის მსახურებასთან შეაერთა. მიუხედავად ამისა, წინდობის მსახურება ინარჩუნებს ძველ სახეს, აკურთხებს წყვილს, გვაცნობს ამ დაწყებითი ურთიერთობის შინაარსს, გვეხმარება იმის შემეცნებაში, რომ ქრისტე ცხოვრების ყველა ეტაპზე მუდამ ადამიანის გვერდითაა. ასევე, წინდობის დიდ ლოცვაშიც ვნახავთ, თუ როგორ მისცა ბეჭედი მამამ უძღებ შვილს, პატრიარქებმა თავიანთ მეუღლეებს და ასე შემდეგ. წინდობის მსახურება ასევე გვიჩვენებს, რომ წყვილს შორის ურთიერთობა, მათი გაცნობა და ერთმანეთისკენ სწრაფვა ღვთის განგებულებისათვის უმნიშვნელო მოვლენები კი არაა, არამედ ყველაფერი ღვთის სიყვარულის წინა განგებულების ჩარჩოებშია მოქცეული და მათ ძალიან ღრმა და რეალური მნიშვნელობა გააჩნიათ. წინდობის მსახურება ის კურთხევაა, რომელიც გვჭირდება. როგორც წეღან თქვით, როდესაც წყვილი ურთიერთგაცნობის პერიოდშია, გადაწყვეტილი აქვს ქორწინება და უკვე სერიოზულადაა საქმე, მაგრამ მათზე არ აღსრულებულა წინდობის მსახურება, როგორც ეს უწინ ტარდებოდა ჯვრისწერისაგან განცალკევებულად. ასეთ მდგომარეობაში ამ ურთიერთობას აქვს თუ არა ღმერთის მფარველობა? როდესაც ადამიანი ღვთისაგან კურთხევასა და მფარველობას ითხოვს იმისათვის, რასაც აკეთებს, ცხადია, რომ ღმერთი აკურთხებს მას. ზოგიერთი კეთილმსახური ქრისტიანი ნიშნობის შემდეგ მღვდელს ალოცინებს თავს, აკურთხებინებს ბეჭდებს და მღვდელიც ქრისტესგან მათთვის ლოცვა კურთხევას გამოითხოვს. ეს ყველაფერი ერთგვარ ოფიციალურ სახეს აძლევს მათ წინდობას. ცხადია, ეს არაა წინდობის მსახურება და მასზე გაცილებით მცირეა. მრავალ ახალგაზრდას მოყავს ეკლესიაში მათი დანიშნული, რათა კურთხევა აიღონ და როგორც დღესაა გავრცელებული ბეჭდები გაცვალონ. ვინც ქრისტიანულად ცხოვრობს, ვიდრე თავის მეორე ნახევარს ხელს სთხოვს, ჩვენთან მოაქვს ბეჭედი, რათა ვაკურთხოთ და ხელის თხოვნისათვის გამბედაობა მოიკრიბოს, რაც ასევე მისაღებია. ღმერთი მაინც აკურთხებს მათ და არ აგზნობინებს იმას, რომ იგი უგულებელყოფილია მათ მიერ. ღმერთი როგორც მამა, მუდამ ეძებს შესაძლებლობას, რათა აკურთხოს ადამიანი. ანუ ეს უკვე მსახურების ტიპიკონური საკითხია. როგორც თქვენ ამბობთ, ღმერთი წყვილის გულს ხედავს.
დიახ, წყვილის გულს ხედავს და თუ მათ კეთილი განწყობა აქვთ, ღმერთი აკურთხებს მათ ამ ცდელობას. წეღან ახსენეთ წყვილის გეგმები. მინდა ამ საკითხსაც შევეხოთ. რა უნდა იყოს იმ წყვილის გეგმა, რომელიც ურთიერთგამოცდის პროცესშია და ქორწინებამდე ჯერ არ არიან მისულნი. ურთიერთგამოცდის ამ პროცესში შესვლა უკვე ნიშნავს, რომ იგი ამ ადამიანით სერიოზულადაა დაინტერესებული. გრძნობს, რომ იგი შეიძლება მისი მეუღლე გახდეს, შვილები ჰყავდეთ და ქრისტესთან მარადიულ ურთიერთობაში ერთმანეთს დაეხმარონ. ამ გეგმით იწყება ადამიანის გაცნობის ეს ხანგრძლივი პროცესი. მან უნდა გაიცნოს იგი არა როგორც უბრალო მეგობარი, ან როგორც უბრალო ნაცნობი, არც როგორც თავისი თანამშრომელი, არამედ ყველა იმ კრიტერიუმის გათვალისწინებით, რომლებზეც ვისაუბრეთ. უმრავლეს შემთხვევებში სხვა გეგმით ვიწყებთ, მაგალითად, ავიღოთ ის საუკეთესო შემთხვევა და ის გეგმა, რომელზეც გვესაუბრეთ, მაგრამ ბოლოს ისევ ამთავრებთ, რომ ჩვენი მიზნები სრულებით იცვლება წინდობის პერიოდშიც და უფრო მეტად კი ქორწინების პერიოდში. ასეთ შემთხვევაში რა ხდება? მახსენდება ერთი შემთხვევა გერონდიკონიდან, რომელიც მოგვითხრობს, რომ ერთი მონაზონი, უпростоრად ერთი ახალგაზრდა, რომელსაც მონაზნობა უნდოდა, მონასტერში მივიდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, აღტაცებული დარჩა წინამძღვრით. ჩვენ ამას ხშირად გვიყვებოდა ხოლმე წმინდა ეფრემ კატუნაკელი. ეს ახალგაზრდა თავის წინამძღვარს ეუბნებოდა: "მამაო, როგორც ღმერთს ისე არ გიქონთ." მან კი უთხრა ახალგაზრდას: "მოითმინე, შვილო და ვნახოთ." გავიდა 3-4 თვე და კითხა წინამძღვარმა: "ახლა როგორ ფიქრობ ჩემზე? როგორც ღვთის ანგელოზს ისე გიყურებ." წინამძღვარმა ისევ უპასუხა: "მოითმინე და ნახავ." რაღაც პერიოდის შემდეგ კიდევ კითხა და უპასუხა, რომ ყურებდა როგორც ღვთის კაცს. გავიდა ხანი და უპასუხა: "კარგი ადამიანი ხარო." კიდევ გავიდა ხანი და უთხრა: "ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ხარო." კიდევ გავიდა ხანი და უთხრა: "დემონი მგონი ხარო." და მაშინ რა უთხრა წინამძღვარმა: "სწორედ ახლა მოვიდა შენი ღვაწლის დრო." ანუ მონაზნობაშიც არსებობს ერთგვარი ენთუზიასტური კომპონენტი, რომელიც დროის გასვლასთან ერთად ნელ-ნელა ქრება, თუმცა სულიერი მოღვაწეობის დასაწყებად საჭიროა. შენს მეორე ნახევარს თავიდან ცხადია სასიყვარულო გრძნობის ენთუზიაზმით უყურებ. თუმცა მოგვიანებით მას ერთ ჩვეულებრივ ადამიანად აღიქვამდა, ხანდახან მასში საკმაოდ რთულ ადამიანს დაინახავ თავისი უძულრებებითა და ვნებებით. სწორედ აქ გამოჩნდება სიყვარული და არა მაშინ, როდესაც ყველაფერი ლამაზად და მშვენივრად გვეჩვენება. უნდა გიყვარდეს მეორე ნახევარი როგორც ადამიანი და როდესაც გაიგებ, რომ შენც იგივენაირი ადამიანი ხარ, შენს მეუღლესაც მაშინ შეიცნობ და შეიყვარებ, შეიტკბობ და ერთობად გააგრძელებთ სვლას ღვთის სასუფევლისაკენ. მეუფეო, დასასრულისაკენ რომ წავიდეთ, მონაზნობის შესახებ რაც თქვით გასაგებია. გასაგებია, რომ შენი წინამძღვარი ხან შეიძლება ანგელოზად მოგეჩვენოს, ხან ადამიანად. დემონად რამდენად შეიძლება არ ვიცი, მაგრამ კარგი, ესეც დავუშვათ. რადგან ამბობთ, ესე იგი იცით კიდეც, თუმცა მე რომ ქორწინებაში ჩვენი 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩემს მეუღლეს ვუთხრა, რომ დემონად მეჩვენება. აი დასამას. თუ ამით უკვე ყველაფერი დამთავრებული იქნება. ამის თქმის მიზანი ისაა, რომ გადალახო ეს მდგომარეობა. მონაზნობაში ხშირად ასეთ მდგომარეობაში იმიტომ კი არ აღმოჩნდებით, რომ ჩვენი მოძღვრები მართლაც დემონები არიან. არამედ იმიტომ, რომ ბრძოლა, რომელსაც მონაზონი განიცდის, იმდენად მძაფრია, რომ როგორც წმინდა პაისი ამბობდა, შეიძლება თავისი წინამძღვარი ნერონადაც კი მოეჩვენოს. თუმცა მიზანი ისაა, რომ ადამიანმა ქრისტეს სიყვარულისათვის იღვაწოს. მეუღლეს ისე უყურებდეს, როგორც ღვთის ხატს და გაიგოს, რომ ეს ადამიანი, შენი მეუღლე, ღმერთმა შენამდე მოიყვანა. მის სისუსტეებში შენს მრავალ სისუსტესაც დაინახავ და გაიგებ, რომ თუ შენი მეუღლის ატანა არ შეგიძლია, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ისაა რთული ადამიანი, არამედ იმას, რომ შენ ხარ სუსტი. შენ უნდა გაძლიერდე, შენი მეუღლე კარგია, ანგელოზია. შენ უნდა გახდე ადამიანი, რომ შეძლო შენი მეორე ნახევრის ატანა. მეუფეო, მოუთმელად ველოდები შემდეგ გადაცემას, რომ წინდობის მსახურების განმარტება დავიწყოთ. დიდი მადლობა.